პირველ რიგში უნდა შევაფასოთ ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს დღეს ქვეყანაში. მესამე დღე არის წითელი ტერორი მიმდინარეობს საქართველოში. რეპრესიების უზარმაზარი ტალღა დაიწყო საქართველოს უკანონო ხელისუფლება მითვისებულმა ძალამ, რომელსაც ხელმძღვანელობს პირადად რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. არანაირი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძეზე და პაპუაშვილზე აღარავინ აღარ აპირებს საუბარს ამ ქვეყანაში. არსებობს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მიითვისა ეს ქვეყანა, მისი საკუთრებად გადააქცია და როდესაც აქ მეგობრები ახლა საუბრობდნენ კანიონებზე, საუბრობდნენ ჰესებზე, საუბრობდნენ ჩვენი ბუნების დაზიანებაზე, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამას აკეთებს სწორედ ბიძინა ივანიშვილი მისი პირადი ინტერესებისთვის ამ ქვეყანაში. ეს რეპრესიები მისდად ისახავს საქართველოს სახელმწიფოს გადაქცევას შპს საქართველოდ. როდესაც ადამიანს ექნება პირადი ქვეყანა. ისმის ახლა. ადამიანს უნდა შექმნას პირადი ქვეყანა, გადააქციოს საქართველოს კონსტიტუცია გააუქმა. ეს უნდა აღვნიშნოთ. ჩვენ მთელ საზოგადოებას უნდა ესმოდეს, საქართველოში გაუქმებულია კონსტიტუცია. გაუქმებული არის ადამიანის უფლებების მთელი პარაგრაფი კონსტიტუციის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, დამოუკიდებელი სასამართლოს უფლება. მე იურიდიულად აგიხსნით შექმნილ მდგომარეობას. სახელმწიფო მართვის მაგისტრი ვარ და სწორედ ამ კუთხით რომ შევხედოთ. დღეს ბიძინა ივანიშვილმა ერთმა მოქალაქემ მიითვისა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. დღეს ბიძინა ივანიშვილი ცდილობს გაანადგუროს მედია, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტები და ჩაახშოს საზოგადოების ხმა. ერთ-ერთი ამის მექანიზმია, რა თქმა უნდა, რუსული ჰიბრიდული პროპაგანდის მექანიზმები, როგორიც არის პოზიტივი, იმედი, რუსთავი 2 და ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ გავაგონოთ ჩვენ საზოგადოებას ხმა, რომ პროპაგანდის მეშვეობით ხდება ტვინების ჩარეცხვა. ეს არის რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და მართვადი ჰიბრიდული ომი საქართველოს მოქალაქეების, ქართველების წინააღმდეგ. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ ანტიევროპულ გზავნილებს, რომელიც ისმის აქ მკვეთრი პროპაგანდისტული შინაარსი, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მორიგ ჯერზე, რომ ეთერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ღია იყოს საზოგადოებისთვის. და აქ უნდა აღინიშნოს, როგორც ძალადობაში არ არსებობს ორი მხარე. როგორც ძალადობაში არ არსებობს ორი მხარე აქ, ძალადობს მხოლოდ რუსული რეჟიმი ივანიშვილის მეთაურობით, ასევე საზოგადოებაში არ არის ორი მხარე. არანაირი ლალი მოროშკინა და ის ადამიანები, რომელიც რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ, არ არის ამ საზოგადოების მეორე მხარე. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას 85%-ზე მეც სურს ამ ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში. ეს არის დაფიქსირებული რეფერენდუმით საქართველოში, ამიტომ შეწყვიტეთ ამ მეორე მხარის ილუზიების შექმნა. საქართველოს მოსახლეობა ერთსულოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ერთსულოვანია იმაში, რომ ჩვენ დემოკრატიას ვაშენებთ და არ ვაშენებთ. დემოკრატიას ვაშენებთ და არა ბიძინა ივანიშვილის დიქტატურას. ამ ტექნიკურად ხო ისმის ახლა ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას, ეს არის გამტკიცებული საქართველოს კონსტიტუციაში და არანაირი მეორე მხარე საქართველოში. მეორე მხარე, რომელსაც სურს დიქტატურის ჩამოყალიბება საქართველოში, არ არსებობს. არანაირი მეორე მხარე, რომელსაც სურს ინტეგრაცია ჩინეთთან, არ არსებობს. კომუნისტური ჩინეთი არ არის ჩვენი მოკავშირე, რასაც ამ დღეებში ზუსტად გადაგებს აგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი და
აეკლამებენ მთელ Facebook-ზე შეხვედრებს ჩინეთის ელჩთან. ჩინეთი არ არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, ჩვენ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან საქართველოს მოსახლეობას არ აურჩევია სტრატეგიული პარტნიორობა. დარც მოკავშირეობა. კომუნისტური პარტია ვერ იქნება საქართველოს მოკავშირე. საქართველოს მოკავშირე არიან მხოლოდ დემოკრატიული საზოგადოებები და სახელმწიფოები და ეს უნდა ესწოდეს ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელსაც. ამიტომ აუცილებლად ეს ეთერი უნდა იყოს ღია ყოველთვის და მუდმივად საზოგადოების ნამდვილი წარმომადგენლებისთვის და თუ გინდათ გაარჩიოთ ვინ არის საზოგადოების ნამდვილი წარმომადგენელი, ამის პასუხი არის მარტივი. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დემოკრატიის მომხრეა, რომელიც რუსეთს მიიჩნევს მტრად და ოკუპანტად, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და დემოკრატიული სამყაროსკენ, არის ამ საზოგადოების წარმომადგენელი. დანარჩენი ვინც რუსეთის აგენტურულ ინტერესებს ემსახურება და თუ ეს შენიღბულია პროჩინული ინტერესებით ან სხვა ტიპის ინტერესებით, ეს მეორე ხარისხოვანია. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგარი და დიქტატურის მომხრეა, ავტომატურად ატარებს ოკუპანტის ინტერესებს ამ ქვეყანაში. ეს არის მკაფიოდ და შესაბამისად არანაირი ორი პოზიცია აქ არ არსებობს. არსებობს ერთი პოზიცია, საქართველო ურყევად მიდის ევროპისკენ და როდესაც თქვენ მთელი წინასაარჩევნო პროგრამა ბანერებზე მთელ საქართველოში ეწერა ღირსებით ევროპისკენ, თქვენ უნდა იცოდეთ, თქვენ მოგვატყუეთ ეს საზოგადოება და ჩვენ აქ ვართ, რატომ გითხრათ, ჩვენ ვიცით რომ მოგვატყუეთ, არც ღირსება არის ქვეყანაში დღეს, ძალადობა და ტერორია, რეპრესიები და წითელი ტერორი 1927 წლის მსგავსად. და არც ევროპისკენ მივდივართ, თქვენ პირველივე თქვენი ნაბიჯით ევროპისკენ მთლიანად ჩახერგეთ გზა და ჩვენ დაგვჭირდება წლები, რომ აღვადგინოთ ეს გზა. ამიტომ თქვენს გარეშე მწავალთ ჩვენ ევროპაში. თქვენთან რუსო ოლიგარქო ივანიშვილო ეს ქვეყანა ევროპაში სამწუხაროდ ვერ წავა. ამიტომ ესე ქვეყანა უნდა წავიდეს ევროპაში და წავა თქვენს გარეშე.